იცით, წავიდა ის დრო, როდესაც საქვეყანაში არსებობდნენ ხელშეუხებელი ადამიანები, რაც შორის პროკურორები, მინისტრები და სხვა თანამდებობის პირები. და ჩვენ ეს ძალიან მარტივად დავამტკიცეთ ჩვენი თუნდაც ერთწლიანი პრაქტიკით. ამიტომ ყველა თანამდებობის პირი, ყველა წევრი მთავრობის თუ პარლამენტის წევრის, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე და პასუხისმგებელი ვართ ჩვენ ერთმანეთის წინაშე. ამიტომ აი ეს რიტორიკული საუბრები, რომ შესაძლებელია დადგეს ვინმეს პასუხისმგებლობა. პასუხობთ, დიახ, შესაძლებელია დადგეს დავით უსუფაშვილის პასუხისმგებლობა, თუ აღმოჩნდა, რომ მან იცრუა, უატყუა გუნდი, მან ჩაიდინა რამე ესეთი შეუფერებელი საქციელი, რომლის თავობაზეც ასე ვთქვათ, საზოგადოებამ დღეს გაიგო და ასე შემდეგ. ბატონი ფარცხალაძე ამ კონკრეტულ სიტუაციაში რაშია ბრალდებული, რომ მას ჰქონდა გერმანიაში 12-13 წლის წინ გარკვეული პრობლემები სამართალდამცავ სისტემასთან, რომელიც მალევე მოგვარდა. მას შემდეგ არც ამ სახელმწიფოს აქვს მის მიმართ პრობლემები და ასე უპრობლემოდ მოგზაურობს ამ ქვეყანაშიც და სხვა ქვეყნებშიც. სამართლებრივად მას ნასამართლობა არ გააჩნია და თუ მას სამართლებრივად ოდესმე პრობლემა ჰქონდა, ეს პრობლემა ჰქონდა მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს პოლიციაში მუშაობდა, თუ მას საიმე პრობლემა ჰქონდა. თუმცა ჩემთვის და ჩვენთვის ეს არ არის სტანდარტი და მე არ ვიზიარებ იმ არგუმენტაციას, რომ აი თქვათ უთხრა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ თქვენთანაც ხომ მუშაობდა და თქვენ დააჯილდოვეთ და ასე შემდეგ. ეს ასე არ არის, ჩვენთვის სტანდარტი არ არის ის, რაც აკეთებდა წინა ხელისუფლება. და შეეხება ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რა თქმა უნდა, მე მქონდა მასთან საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ პარლამენტმა დობა გამოუცხადეთ ირაკლი ღარიბაშვილს, მის გუნდს, მის მთავრობას და ეს ნდობა ამ წუთის მდგომარეობით არის ისეთივე უყევი და მტკიცე, როგორც იყო